გამარჯობათ მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ ამ ჯემპრის ქსოვას. არის პირველი ვიდეო, ვისაც დაგაინტერესებთ. თუ დაგაინტერესებთ, არ დაუწყოთ ძებნა და არ მომწეროთ როგორ დაიწყეთ და რა ქენით, არის ამისი პირველი ვიდეო. ვისაც აინტერესებს, ჩვენ ვაგრძელებთ, ვინც ელოდება. შემდეგ რა გავაკეთოთ? მოვგსოვეთ საყელო, გავამზადეთ, ახლა რას ვაკეთებთ? ეს ჩაატრიალეთ, გადაგსოვეთ, აუცილებლად გადაგსოვეთ და რატო ვამბობ გადაგსოვეთ? ახლა ბევრი აკეთებს, რომ აიღო თვლები ძალიან ისე ადვილად და ჩვეულებრივ და იოლად მეუბნებიან, რომ ვართულებ თვლების დაწყებას და ამიტომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას. შეგიძლია აიღო ჩვეულებრივ თვლები, დაიწყო, მოგსოვო ეს რამხელაც გჭირდება ის 14 სანტიმეტრი გადაკეცო და შემდეგ აქ ნემსით ამოკერო ის გადაკეცილი. მაგრამ ჯერ ის დასაწყისი, რაც დასაწყისია, ის ასე ქაჩავს და აღარ უშვებს შემდეგ ჯემპერს, რაც უნდა კონდეს ის ელასტიურობა, მით უმეტეს აქ საყელოა და ჩვენ გვჭირდება აი ასეთი ელასტიური უნდა იყოს, ხო, რომ ჩავიცვათ და შემდეგ მოდგეს ეს ყელზე, როგორც საჭიროა და რაც სილამაზე აქვს. მეორე, ნემსით რო კერავ ამას, ის მიმძავს, ხო, ჭიმავ, ამოკერე, მოჭიმე, ამოკერე, მოჭიმე, სხვანაირად ხო ვერ დატოვებ აქ, ხო? და ის ძაფი ზუსტად ნემსით ამოკერილი ძაფი შემდეგ ამას არ გაუშვებს ასე, როგორც მოქსოვილი აკეთებს. არ გამოვა ასეთი, აი ეს ხო ამოკერე, ახლა გადაკეცე და შეკერე. ამას იქით აღარ წავა, იმიტომ რომ ის ძაფი რომ მოჭიმე და გადაკერე, დარჩა იქ როგორც დარჩა, ხო? არ წავა ამის იქით. შენ კი გჭირდება ეს, რომ ასე ჩაიცვა, შემდეგ მოდგეს კარგად, ჰქონდეს ნაქსოს და რასაც ჯემპრია, ჟაკეტია, ნუ რაც არის თავისი ელასტიურობა და გამოიყენო კომფორტულად, ასე ვთქვათ. ამიტომ ვამბობ, ასე დაიწყეთ, ასე მოგსოვეთ, ასე ჩააკერეთ, ასე შეაბრუნეთ და კი არ ჩააკერეთ, ჩააგსოვეთ. ერთი სიტყვით წავედით სხვაკან, მე ვიწყებ საქმეს. ჩვენ ვთქვით, რომ გვაქვს 21 სვეტი და 21 თვალი უკუღმა. ახლა ყველაფერს ჩვენ ამის შემდეგ ამ სვეტებით განვსაზღვრავთ. ნახეთ, 21 სვეტი გვაქვს. ახლა უკვე შემდეგი ნაბიჯია დავაყენოთ მხრები, ზურგი, წინაგული. უკვე ეს ამ წუთში აქ უნდა გავითვალისწინოთ. ახლა ნახე, ამ 21 სვეტი არის ეს 3 წაღმა, 3 წაღმა, 3 წაღმა. გავყოფი ისე, რომ 7 სვეტი ზურგის მხარეს დავტოვებ, 7 სვეტი, აი ეს აქვე და ახლავე სანამ ქსოვას ვიწყებთ, ჩანიშნე, მონიშნე, აი უკუღმა თვლებში, აი აქ, რომ ამ უკუღმა თვლებით უნდა განვსაზღვროთ შემდეგ რეგლანი, ცალკე რეგლანით ხო არ იქსოვება, ხო? მხარი, მკლავი, ასე ვთქვათ. აი ამ უკუღმა თვალით უნდა განვსაზღვროთ. ამიტომ აი აქვე დათვალე, ნახე, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 სვეტი დათვალე და უკუღმა თვლებში სანიშნები დაამაგრე. სვეტები დატოვე თავისუფლად 7 სვეტი. უკუღმა თვლებში სანიშნები დაამაგრე. შემდეგ გადმოვდივართ მხრებზე. 1 სვეტი, 2 სვეტი და 3 სვეტი ამ ზურგის სანიშნიდან გადმოთვალე და კიდე უკუღმა თვალში ჩაამაგრე სანიშნი. 3 სვეტი დატოვე ერთ მხარზე. მხარი.
წამოვედი ზურგის მეორე მხარეს, ეს ხომ აქვს აქ ზურგი მონიშნული 7 მეორე მხარეს და ნახე 1 2 3 სვეტი აქ გადმოთვალე და აქაც უკუღმა თვალში ჩაამაგრე სანიში. ეს მეორე მხარი. ახლა ნახე. ზურგი მოვნიშნეთ, 3 აქეთ ერთი მხარი მოვნიშნეთ, 3 აქეთ მეორე მხარი მოვნიშნეთ და ახლა ნახე, შენ ეს გაქვს მარტო, აი ეს გაქვს მოქსოვილი ახლა და ნახე 1 2 3 4 5 6 7 8 სვეტი დაგვრჩა წინა გულის 8 სვეტი, აი ესენი. და უკვე მონიშნულია, აქეთ მხარი გაქვს, იქით მხარი გაქვს, უკუღმა თვლებში გაქვს ჩამაგრებული და ეს 8 სვეტი წინა გულია. ახლა ეს მე რა მაქვს აქ, იკითხავ ეს რაღა არის, ხო, ეს ხო 8 სვეტი მთლიანად წინა გული. 1 2 3 4 1 2 3 4 და ეს წინ ზუსტად წინ რომ მოყვება, აი ის ადგილია რომ იცოდე ზუსტად ეს წინა მხარე აი აქ რომელია და სად ჩამოდის. ახლა ერთი სიტყვით მონიშნე ესენი ყველაფერი და ახლა რას ვაკეთებთ, ნახე. მე არ ვითვლი უკუღმა ის არის, ეს არის სვეტებით ვითვლით და სვეტებით გავანაწილეთ მხრები, ზურგი და წინაგული. ახლა ნახე, ჩვენ ეს ჯემპრი პირველ რიგში უნდა მოვგზავნოთ ისეთნაირად, რომ წინაგულმა დაიწიოს და არ იყოს ასეთი და არ წაგიჭიროს შემდეგ ყელში, ვინც ჩაიცვამს. ასეთი არ უნდა იყოს, ხო? ერთნაირი არ უნდა იყოს ჯემპრი, როცა ვგზავნოთ, არც რაკეტი. ისე უნდა მოვგზავნოთ, რომ ეს დაიწიოს და აი ასეთი გამოვიდეს შემდეგ. და ეს დავიწყოთ ახლა. ნახე, ვართ ზურგის მხარეს. მოვნიშნეთ ყველაფერი, დავტოვეთ და ვართ ზურგში, აი აქ. სადაც არ უნდა იყო. ძაფი ხო გაქვს ახლა სადღაც რომ შემოგსოვე ის საიდანღაც ის ხო აი ეს რომ დახურე, გადაკეცე და შემოგსოვე. აი აქ მოდი. ზურგში ვართ ახლა და მარჯვენა მხარია აი ეს აქ. და ვიწყებ ახლა ნახე მე დავხაზავ და შენ მოგსოვ მე. ხო გითხარი აქ მოდი, აი სადაც ეს მონიშნულია, ეს არის ზურგი და ნახე რას ვაკეთებ. მეც აქ ვარ, აი ეს, აქ არის, აქ. ახლა ამას ვიწყებ და მოვალ აი აქ. აქამდე მოვგზო. ამ სანიშნიდან ამ სანიშნამდე. როგორც არის, ნახე, ჩვეულებრივად იწყებ გსოვას, 3 წაღმა ერთი უკუღმა, არაფერი არ შეცვალო, ეს სვეტები, წინა ვიდეოშიც გითხარი, ასე ხელუხლებლად ჩავა ბოლომდე და ეს უკუღმებიც. წაღმა მხარეს ხარ თუ უკუღმა მხარეს ხარ, არ ვიცი როგორ გსოვ, კარგად გსოვ, საუკეთესოდ გსოვ, ჩემზე კარგად გსოვ, გსოვ 3 წაღმა ერთი უკუღმა. გინდ იქიდან იყო, გინდ აქედან გარეთ მხარეს ასე იგსოვება. აქედან ხო დაიწყე, აქედან დაიწყე, გეუბნები. უკუღმა, ესე იგი აქედან თუ დაიწყე გსოვა, ესე იგი აქ ხარ შენ და უკუღმა გადმოყევი და მოხვედი აი ამ სანიშნამდე და შებრუნდი. წამოდი აქეთ, ეს ისე უნდა დავატიო, მე იმხელა უნდა მოვგზოვო. ახლა ნახე. გაცდი ამას. აქედან ხო დაიწყე. ახლა შემობრუნდი რო გითხარი და გადმოგსოვე, აი აქ ხარ სადღაცას, აი გადმოგსოვე, მოდი გაცდი ამას და ეს რამდენი 9 რიგი უნდა მოვგზოვოთ და 9 რიგი გადავანაწილოთ. 2 4 6 8
7-8 კარგი მოუწევს. ნახე ახლა ერთი სვეტი გაცდი. ხო მოხვედია? ერთი სვეტი კიდე მოგსოვე და შემოbrunდი. ერთი სვეტი დაამატე, გადაგსოვე და მერე მოbrunდი. აი აქ ხო ხარ? მოbrunდი ახლა, წამოდი ისევ. მოდი აქ. ახლა ერთი სვეტი ამას გაცდი. აი აქ აქვსოვ ახლა შენ ერთი სვეტი გაცდი და აი აქამდე მოდი ახლა. აქამდე მოგსოვე და მოbrunდი, არ გააგრძელო მეტი. შეbrunდი. 1 2 3. ახლა ნახე. აი ამ შეbrunებისას ყოველ უკუღმა თვალზე, მხოლოდ უკუღმა თვალზე უნდა უმატო თითო თვალი. აქაც, 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 აქაც და გახვალ იქ. მხოლოდ უკუღმა თვლებში, უკუღმა უნდა უმატო. აი, ყოველ უკუღმა. სადაც უკუღმა თვლები იქნება, უნდა უმატო. ახლა ამას აქ შემოვატარებ მე და მოვალ აი აქ. კიდე შემდეგი სვეტი დაამატე, ერთი სვეტი დაამატე, გადაგსოვე ერთი სვეტი რა. და ამ რიგზე თან უმატე. აი ასე მოვნიშნავ, რომ უმატე. ახლა ნახე როგორ უმატო. სად არის ჭირები? აი. სად არის აქ რა არის ვნახოთ. ხო, აი. ნახე, გსოვე, აქ არ აქვს მნიშვნელობა ახლა რა არის, მე გეუბნები რომ შენ სადაც გსოვ, იქ, როცა იქ ხარ. მოგსოვე 3 წაღმა და უკუღმა გაქვს ერთი თვალი და აქ უნდა უმატო. ნახე. უკუღმა თვალია. ეს წაღმები მოვგსოვე. აი ამას ამოვიყვან. აი ნახე. ასე ამოვიყვან. და უკუღმა ამოიყვანე გეუბნები. ეს თვალი ხო ასე. აი აქედან რო შეტრიალდეს და არა ასე არ ამოიყვანო და აქ ასეთ ფანჯარა არ დატოვო. აი ნახე. აქედან ამოვიყვან. უკუღმა და მეორე უკუღმა ერთი ხო გაქვს იქ და უკუღმასთან უნდა უმატო. აი ასე ჩუმად ასე ვთქვათ, რომ არც უნდა გამოჩნდეს და შემდეგ ისევ წაღმა გაქვს. აქ უკვე 2 უკუღმა. აი ასეთნაირად უმატე, რომ არ გამოჩნდეს, რომ იქ ნამატებია და არც ფანჯარა დაგრჩეს და არაფერი. და გექნება უკვე 2 უკუღმა. ასე უმატე. ყველა უკუღმა თვალზე. შემდეგ ვაგრძელებთ. აი ასე ყველგან თითო უკუღმა გაქვს. მოხვედი ხო, აი მეორე უკუღმა მოგსოვე, ან ჯერ უმატე და მერე მოგსოვე. აი უკუღმას ხო მაქვს 2 გვერდი. ანაკეთ უმატე, ანაკეთ. ნახე მე ნამატები მაქვს. შეხედე აი, მაგრამ არ ჩანს, სულ არ ჩანს. უბრალოდ ჩანს, რომ შემდეგ 2 თვალი მიდის იქსოვება, ან 3 უკვე, სადაც უმატე. აი ნახე, სად არის, აქ არის ნამატებები და აი როგორც გაჩვენე, ხო? ისეთი ნამატებებია, არც ეტყობა. აი ნამატები სად არის, ნახე. უკუღმა. არ ვიცი კიდე. აი შემდეგ სადღაც, აი სად არის კიდე ნამატები, ნახე. არც ეტყობა. აი როგორც გაჩვენე, ზუსტად ისე უმატე უკუღმას გვერდით. და ყველა უკუღმაზე უმატე. ამ რიგზე რო გეუბნები, რომ მოდიხარ, ხო? აი ასე ყველა უკუღმას, რომ აი აქ უკვე შემდეგ რო შემოტრიალდები, ამ 3 სვეტს და 3 წაღმას სულ ასე გსოვ, მაგრამ შუა უკვე გექნება 2 უკუღმა. კიდე ერთ სვეტს დაამატებ, გადაგსოვ და წამოხვალ ისევ უკან. შემოbrunდები.
აქამდე ხო მოქსოვე, უკვე სადღაც კიდე ერთს ყოველ აქ მოსვლაზე თითო სვეტს გადადიხარ, ქსოვდა ბრუნდები. ყოველ აქ მოსვლაზე თითო სვეტს მოქსოვ და შემდეგ ბრუნდები. მოხვალ კიდე იქით, საიდანაც დაბრუნდი, კიდე გადაგსოვ ერთ სვეტი და კიდე მობრუნდი. კიდე რომ მოხვალ, კიდე ერთი სვეტი მოქსოვე და მერე მობრუნდი. ამატებ თითო სვეტს ერთი და იგივე ადგილიდან არ შემობრუნდე. ასე უნდა მოვგსოვოთ ჩვენ აქ მხოლოდ 9 რიგი. 1, 2, 3, მეოთხეზე ვუმატეთ, მეხუთე, კიდე ვამატებთ, კიდე მოვბრუნდებით, ეს მე რამდენია 1, 2, 3, 4, 5, 6, კიდე მოვბრუნდებით, ეს მერვე და კიდე აქ რომ მოხვალ და შემობრუნდები, აი ეს უკვე მე-9 უნდა იყოს აქედან, ნახე. სადა ვართ, აი ახლა ასე ვგსოვთ, ნახე. აი ზუსტად ძალიან მინდა რომ ყველაფერი ძალიან ადვილი იყოს იოლად, მაგრამ არ შეგეშალოს. მე-9 რიგს რომ მოქსოვ შენ უკვე, სადღაც ეს სვეტებიც უკვე, აი აქ სადღაცა ხარ მოსული უკვე. სადღაც აი აქამდე. ისე განსაზღვრე, რომ ამის აქეთ არ წამოხვიდე. ის 9 რიგი, აი აქ თვლები ისე გადათვალე, შეიძლება ერთი სვეტი არა და უფრო ადრე მიბრუნდე, ან უფრო გვიან, მაგრამ ამას აქეთ არ წამოხვიდე. ეს ადგილი 9 რიგს რომ მოქსოვ ზურგის მხარეს, ეს ადგილი ხელუხლებლად უნდა დარჩეს აქ. 1, 2, 3, 4, 5 რიგი, აი ეს სვეტი სადღაც დაახლოებით უნდა იყოს, რომ არ მოქსოვო აქ, არ შებრუნდე, არ შემობრუნდე. და მე-9 რიგს, ხო, რომ მოქსოვ, უკვე წაღმაზე უნდა მოდიოდე. მე-9 რიგს. და მე-9 რიგის ქსოვას რო დაიწყე უკვე მატებაც. ნახე, წამოხვედი უკვე მე-9 რიგზე, საიდანღაც შემობრუნდი და ყოველ უკუღმათლებს აქ არა, აი გადმოქსოვე, მოდიხარ და მოხვედი აქ, აი რომელი რიგებიც არა გაქვს აქ სვეტები მოქსოვილი და თითო უკუღმა არის, რომ მოდიხარ ნელ-ნელა და უკან უმატე შენ იქ, აქ ხო თითოა ისევ უკუღმათლები. აქ უმატე უკვე, რომ მე-9 რიგი მთლიანად უნდა შემოგვსოვო, ნახე, აი, რომ მოხვედი უკვე მე-9-ზე, უკვე მთლიანად უნდა შემოგვსოვო, ირგვლივ უკვე, წინა გულს უნდა შემოუარო და თითო უკუღმა თვალი სადაც გაქვს, ყველგან უმატე და 2-2 გააკეთე. როგორც აქ გაქვს 2-2 თვალი. რომ შემდეგ შენ რო ირგვლივ დაიწყებ ქსოვას, ყველა სვეტის შუაში უნდა გქონდეს 2 უკუღმა, აუცილებლად ერთნაირად გაათანაბრე უკვე ეს მატება, რომ აქ რომ მოხვალ და მთლიანად მოგსოვ, უნდა გქონდეს შენ 3 წაღმა 2 უკუღმა, 3 წაღმა 2 უკუღმა. ასე უნდა შემოგსოვო. ერთი სიტყვით, აი აქ რომ მოვლი უკვე აქ წინა გულს პირველად რომ გადაგსოვ, უკვე იმ მაშინვე უმატებ იმ თითო უკუღმა თვალს, რომ მთლიანობაში უკვე 2 უკუღმა გქონდეს ყველა სვეტში. ეს ერთი. უკვე მივედით იქამდე, რომ დავიწყოთ ირგვლივ ქსოვა, ხო? მივედით იქამდე მგონი. ახლა მოდი აქ დაგიხაზავ, როგორ დატოვო. ესე იგი, ეს არის ზურგი და 7 სვეტი. ეს არის წინა გული და 8 სვეტი, აი ეს წაღმები, უკვე აღარ ვიმეორებ. ეს ერთი მხარი და 3 სვეტი, ეს მეორე მხარი და 3 სვეტი.
აი ასე გაანაწილებ ამ 21 სვეტს. არ თქვა ეხლა ეს უკუღმები სად წავიღო, ეს უკუღმები ამ სვეტებშია. ჩვენ უკვე ვითვლით სვეტებს, ხო? შემდეგ ეს ამის შემდეგ ეს რო ააწყვე და გააკეთე, უკვე ესაც მოვგსოვეთ, ხო და უკვე იქ ვართ, რომ გვაქვს ჩვენ აქ ირგვლივ უკვე უნდა მოვგსოვოთ და გვაქვს 3 წაღმა და 1 პლუს 1 უკუღმა. აქეთაც 3 წაღმა. ხო ასეა აწყობილი სვეტი, ხო? აი, ახლა 3 წაღმა და უკვე გაქვს 2 უკუღმა, იმიტომ რომ აი აქ ხარ. თითო სვეტში, ყველა სვეტში გაქვს 2 უკუღმა, 2 უკუღმა, 2, 2, 2. რაც აქამდე გავაკეთეთ. ახლა მე აი დაგიხაზავ ნახე აი ამ ერთ სვეტს, აი ამას ერთს. ეს ხო გითხარი ხელუხლებლად იქსოვება და ამის შიგით რაც უნდა გავაკეთოთ, მე ამას დავხაზავ, ახლა ჩამოგიწერ და შენ შემდეგ ყველა სვეტში იგივეს გაიმეორებ. ყოველ რიგზე რასაც მოგსოვ და ერთ სვეტში რასაც გეტყვი, ყველა სვეტში ისე მოგსოვ. რო უნდა ზუსტად გავიანგარიშოთ, ნახე, აქ ხო არ არის რეგლანის მატება, რომ ჩვენ ვიცით რეგლანზე როცა ვუმატებთ, რეგლანი როცა გვაქვს, ისე ვუმატებთ, რომ სტანდარტი ჩამოვიდეს და მხარი ის ზომა ავიღოთ, რაც გვჭირდება, ის იყოს, იმდენი თვალი მოგროვდეს. ვუმატებთ ერთ რიგზე, მეორე რიგზე არ ვუმატებთ, გაჩნია, ნუ რას გვგსოვთ ერთი სიტყვით. მაგრამ არ გვგსოვთ ჩვენ რეგლანით და ეს მთლიანი მატება აქ და გვსოვა, რასაც გავაკეთებთ, ისე უნდა ავაწყოთ და დავაბალანსოთ, რომ მთლიანობაში შემდეგი ის ზომა გამოვიდეს, ეს ჯემპერი, რომ არც დიდი მოგივიდეს, არც პატარა, მხრებიც ზუსტად გავთვალოთ. აი ამ მატებებით, რასაც აწით ჩვენ ამის შემდეგ გავაკეთებთ. ახლა იმიტომ გეუბნები, მე ერთ სვეტს დაგიხაზავ და იმის მიხედვით გააკეთებ ყველა სვეტს. აი ახლა, აი ასე. აი ასე და ნახე. აი ასეთი რაღაცა უნდა გამოვიდეს, ძალიან უცნაურად დავხაზე, ასე არ გამოვა, უფრო ლამაზი გამოვა ერთი სიტყვით, მიმიხვდი, ხო? აქეთ 3 წაღმა იქსოვება, აქეთ 3 წაღმა, აი ესენი, ეს სულ ასე იქსოვება, აი ესენი, ყველა, აი ამის შუა რაც უნდა გავაკეთოთ, ახლა იმას დაგიწერე. 1 პლუს 1, ეს უკუღმა გვაქვს, 1 დავუმატეთ უკვე, ხო? გვაქვს უკვე 2 უკუღმა, ეს იმას ნიშნავს. ახლა აქ დაგიწერ ამის შემდეგ რამდენი რიგი მოგსოვეთ, ჩვეულებრივი. აი ასე. 1 რიგი, 2 რიგი. ყოველგვარი მატების გარეშე. წაღმას წაღმა გსოვ, უკუღმას უკუღმა გსოვ. როგორც გაქვს თვალები, ისე გსოვ. უბრალოდ რამდენი რიგი უნდა მოგსოვო და შემდეგ ხო გაქვს უკვე 2 უკუღმა. ახლა აქ დაგიწერ. 2 პლუს 1. ეს უკუღმა თვლების სვეტია. აი ეს. ამაზე ვმუშაობთ, ახლა ამას ვწერთ. როგორ მოგსოვო? ეს ამისი რიგია უკვე. ეს, აი აქ არის უკვე მატება. აჰა, ასე ავღნიშნოთ, რომ ეს არის მატება. ეს ყველგან მატება, სიმბოლოებში რო ნახო, იქაც მატება. ერთი სიტყვით. შემდეგ 1, 2, 3, 2, აქა გვაქვს 3 უკუღმა. მოგსოვთ 3 რიგს და ახლა ნახე, ამ 3 რიგის შემდეგ ხო გვაქვს 2 პლუს 1, 3 უკუღმა უკვე. 3 პლუს 1 უმატებ უკუღმებს. შემდეგი მატება.
როგორ უმატებ, აი როგორც გაჩვენე წეღან, ყველა მატებაში ისე უმატებ უკუღმათლებს, ოღონდ, ახლა ნახე, გაითვალისწინე, ნახე. ეს ერთს რო ერთი აქ რო უმატე, ამ მხარეს უმატე, შენ თუ ამ მხარეს. ახლა შემდეგს რო უმატებ, მოპირისპირე მხარეს უმატე, აი. ნახე. პირველი მატება თუ აქეთ უმატე, შემდეგი მატება აქეთ უმატე. შემდეგ რო დაგჭირდება მატება, აქეთ უმატე. შემდეგ რო დაგჭირდება მატება, აქეთ უმატე. შემდეგ რო დაგჭირდება ისევ აქეთ, შემდეგ რო დაგჭირდება ისევ აქეთ. რო ეს ერთ მხარეს არ წაგივიდეს და ყველა სვეტში ასე გააკეთე. ყოველი მატების მხარე ცვალე, ადგილი. აქეთ, 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 აქეთ და ყველგან ასე და ყველგან ყოველთვის აი აქ უმატე, ნაპირებში უმატე. აი ისე როგორც გითხარი, სანამ მიხვალ წაღმას თვალის მოსაქსოვად უკუღმას რომ მოქსო და სანამ წაღმას რომ მოქსო და სანამ უკუღმა თვალის ქსოვას დაიწყებ. თან ისე ჩუმად უმატე, უხმაუროდ, აი ასე რომ არ გამოჩნდეს არაფერი. შემდეგ. 1, 2, 3 და უკვე 4 გვაქვს, 4-ს პლუს 1 ვუმატოთ. შემდეგი მატება. ისევ 3 რიგს მოქსოვ და შემდეგი მატება. 5 პლუს 1. კიდე ვიმეორებ, მე კი ვხაზავ აქ, მაგრამ შენ ხან აქეთ უმატებ, აი ერთი წერტილი აქეთა, მეორე აქეთა, მესამე აქეთა, მეოთხე აქეთა, როგორც გაჩვენ. შემდეგი მატება. ახლა ნახე, ეს პირველი მატება აქ. პირველი მატება, ხო? უკუღმებზე ეს 3 წაღმა შემდეგ იქსოვება. ამ უკუღმების შემდეგ მე ვხაზავ ახლა ამას როგორ ქსოვ და ამ რიგებს მთლიანად ქსოვ შენ და ყველა, ესე იგი რაც აქ ჩამოვწერე, ხო? ხო დაიწყე ახლა და აი 2-ს მივუმატოთ 1, ესე იგი 2 უკუღმა ხო გაქვს უკვე და შენ კიდე 1 უკუღმა უნდა უმატო. ამ რიგზე მთლიანად შემოქსო, ვირგული ქსოვ უკვე გარედან ქსო, მთლიანად ამ ჯემპერს მოხვალ აქ უმატებ, მოქსო, მიხვალ აქ უმატებ, მოქსო, მიხვალ უმატებ, მოქსო, უმატებ, ყველა უკუღმას უმატებ და შემდეგ, როცა მონიშნული გქონდეს დასაწყისი და დასასრული რიგის სადგავს, სადამთავრებ 1 რიგის ქსოვას და იმის შემდეგ დაითვლი, მოქსოვ 1 რიგს, 2 რიგს აქ, მატების შემდეგ მოქსოვ 3 რიგს, მატების შემდეგ მოქსოვ 3 რიგს, ამატების 3 რიგს და რატო ვითვლი ახლა ამას ნახე. შემდეგ აი 6 წაღმა თვალი გვაქვს უკვე აქ. ახლა აქ კიდე სხვა თემა იწყება, ამიტომ ეს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16 რიგია მოქსოვილი უკვე, ჩამოხვედი აი აქ. აი აქ კიდე სხვა რაღაცა რო იწყება, აი აქ. ეს არ უნდა იყოს ძალიან ზევით და არც უნდა იყოს, ეხლა ეს წინაგულია, ხო? არც უნდა იყოს მკერდამდე ქვევით ჩამოსული, რადგან იქ კიდე სხვა რამე იწყება და ზუსტად საჭირო ადგილას უნდა მოხვდეს ის, რაც ამ ჯემპრის მთლიანობაში რაც არის ამისი ქსოვის და ნაქსოვის, როგორ თქვა, ამ მოდელის სილამაზე, არც ძალიან გრძელი უნდა მოვქსოვოთ აი ამ მატებებში და ამ რიგებში, ხო, რომ ქვევით არ წამოვიდეს, ეს თავის ადგილას უნდა მოხვდეს მერე. და ამის ქვევით კიდე ის, რასაც თავიდან ახლიდან დავიწყებთ კიდე, ისაც თავის ადგილას უნდა მოხვდეს. ამიტომ დაახლოებით ეს რამდენი რიგი დავთვალეთ, 14, 15, 13 არ მახსოვს.
უნდა იყოს დაახლოებით 12 სანტიმეტრი. ამის ქვევით არ წამოხვიდე, რადგან ეს ძალიან ქვევით თუ მოხვდა, შემდეგ კიდე რაც უნდა გავაკეთოთ, ის კიდე ქვევით გაიწევს და აღარ გამოჩნდება ამ ჯემპერის მოდელი, რას ვაკეთებ. ესაც თავის ადგილას უნდა მოხვდეს, ამიტომ ყველა რიგი განსაზღვრულია. მოდი მე აქ დავთვლი, აბა აქ რამდენი რიგი გვაქვს. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 რიგი აი აქამდე რომ ჩამოვიდეს 25 რიგი უნდა მოვგზავნოთ აქამდე რომ ჩამოვიდეს ამიტომ ეს სადაც არის ახლა მე მგონი კაი ადგილას არის შეიძლება დაგჭირდეს დამატება აი ვნახოთ ეს არის პირველი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 აი ნახე შენ ხედავ რომ ესე იგი ძალიან ზევით აი ეს ძალიან ზევით მოხდება ამის აქედან ახლა 3 რიგი გვაქვს დასამატებელი ამის შემდეგ რომ ახალი მატება დავიწყოთ კარგი 14 ხო იყო 15 დავამატეთ ეს 16 ეს 17 ეს 18 აქ ძალიან ქვევით ვერ წავალთ იმიტომ რომ მატებასთან ძალიან შორს ვერ წავალთ აქ დავამატებ აი ასე სამი 4 2 3 აი ასე ამაზე მეტს აქ ვერ დავამატებთ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 რიგი უნდა მოგსოვო რო შენ გქონდეს 6 უკუღმა თვალი აი აქედან გაქვს მონიშნული რომ ეს არის უკუღმათვლები რომ ემატება და იზრდება 6 უკუღმა თვალი უნდა გქონდეს აი აქ და შემდეგ დავიწყებთ კიდე აი ამას შემდეგ დავიწყებთ აი აქამდე უნდა მოგსოვო ამდენი რიგი ეს მატებაც ხო თვითონ რიგი იქსოვება რომ ვუმატებთ ხო ასე დათვალე ზუსტად ჩამოყევი უმატე თავის ადგილას და როგორც გითხარი ისე უმატე და ყველა სვეტში ერთი და იგივე გააკეთე რაც მე ამ ერთ სვეტში ჩამოგიწერე და დავხაზე ახლა ყველა სვეტში ერთი და იგივე გააკეთე ესე იგი რო უმატებ ამდენ რიგს მოგსოვ უმატებ ამ რიგზე ქსოვ ამდენ რიგს მოგსოვ ჩვეულებრივად უმატებ და ამდენ რიგს მოგსოვ ჩვეულებრივად ქსოვ სამ წაღმას ოღონდ უკუღმათვლები იზრდება აი აქ ყველა ერთნაირად ნახე აქ თითოა აქ შემდეგ უკვე აგე საითგავი და უკვე უკუღმათვლები აი ეს სამი წაღმა ხელუხლებლად იქსოვება ყველა სვეტში აი ასე ახლა ამის შემდეგ მოგსოვ ამას დააყენებ ამ თვლებს გააკეთებ ამ ყველაფერს მოხვალ აქამდე და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ